გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გამოფენა სახელწოდებით თბილისის ხედები და ქრისტიანული ძეგლები გაიმართა. ღონისძიება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა. გამოფენაში მონაწილეობდნენ თბილისის სხვადასხვა სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები, ასევე მოზარდები მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 100-ზე მეტი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი. თბილისის არქიტექტურა, ისტორია და თანამედროვეობა ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში მოეწყო გამოფენა. გამოფენა, რომელიც გაიმართა გიორგი ჩუბინაშვილის საგამოფენო სივრცეში, დარბაზში არს გეორგიკა, წარმოადგენს ახალგაზრდების, სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების აი ამ სივრცეში ჩვენთვის გასაცნობად წარმოდგენილ ნამუშევრებს. თავისთავად შინაარსი ნამუშევრებისა გახლავთ თბილისის არქიტექტურა დაფუძნებული ძირითადად ეს მასში ჩადებული აზრი იყო 1700 წლის თავთან დაკავშირებული საქართველოში რელიგიის ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისა და ზუსტად ამ თემატიკაზე დაყრდნობით ახალგაზრდებმა იმუშავეს თბილისის საეკლესიო არქიტექტურაზე ძირითადად. ეს არის შესანიშნავი ნამუშევრები, თქვენ ამას, როდესაც ექსპოზიციას დაათვალიერებთ, ყველანი აღფრთოვანებით აღიქვავთ ამას, იმიტომ რომ უყურებთ თითოეულ ნამუშევარს, გრძნობ როგორი სულიერი სითბო არის მის მიერ განმოხორციელებელ ხელოვანში. მე არ მოვერიდები ამ სიტყვას ხელოვანს, იმიტომ რომ ეს ბავშვები, ეს სკოლის მოწაფეები, ჩვენი ქვეყნის მომავალი ნამდვილად დღეს აი ამ დარბაზში გვევლინებიან როგორც ძალიან გონიერი და ნიჭიერი შემოქმედნი, რომლებიც თავის ქალაქს ასეთი სიყვარულით აღიქვავენ და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ასეთი ახალგაზრდობა გვეზრდება და ჩვენ ერთს დიდი მომავალი აქვს. მე მაქვს ბედნიერება, რომ ყოველ წელს დავესწრო ხოლმე ჩუბინაშვილის ცენტრში ესეთ არაჩვეულებრივ ღონისძიებებს, მაგრამ წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებულია, სწორედ ეს 1700 წელთან დაკავშირებით და ბავშვების ნამუშევრებით სწორედ ამ თემას ეხმიანება. ვერ ვმალავ ემოციას, ვერ ვმალავ აღფრთოვანებას ამ ბავშვების არაჩვეულებრივი ხედვით, მათი ფერთა გამით, როგორი ლაღი და როგორი ძალიან საინტერესო ხედვაა მათი გამოხატული ამ ნამუშევრებში. ჩემ ნამუშევარზე გამოსახულია ერთგვარი თბილისის ხედები, რომელიც ელენე ახვლედიანის ნამუშევრის მიერ არის აღებული ინსპირაცია ციტაციის მეთოდით და ჩემი აზრით ძალიან კარგად გამოსახავს ეს ყველაფერი ზოგადად თბილისის ხედების და ძველი თბილისის კოლორის და ატმოსფეროს. გამოფენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ბევრი სკოლა გაერთიანდა ერთად და ასე ვთქვათ, ბევრი სხვადასხვა სკოლის ბავშვები შევერთი და გავერთიანდი და ყველამ ერთად მოვინახულეთ ელენე ახვლედიანის ინსპირაცია საიდან აიღო ეგ ადგილები და ჩემი ნახატიც მაქედან იყო. ელენე ახვლედიანმა მომხიბლა თავისი ნამუშევრებით და დიდი სიამოვნებით დავხატე, ასე ვთქვათ, მასწავლებელმაც გამიწია რეკომენდაცია. ღონისძიების ფარგლებში კონფერენცია გაიმართა. სკოლის მოსწავლეებმა თბილისის ისტორიისა და დედაქალაქში არსებული არქიტექტურული ძეგლების შესახებ ისაუბრეს. ორგანიზატორთა განმარტებით პროექტის მიზანია ახალგაზრდებში საკუთარი ქალაქის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ქრისტიანული არქიტექტურის მიმართ ინტერესის, პასუხისმგებლობისა და პატივისცემის გაღრმავება. საგამომცემლო პროგრამის სახელწოდება გახლავთ თბილისის არქიტექტურა და ქრისტიანული ხუროთმოძღვრება. პროექტი ეძღვნება ქართლის მოქცევის 1700 წლის იუბილეს. პროგრამის განხორციელებაში ჩართული იყო ძველი თბილისის რაიონის 4 საჯარო სკოლა. პროექტში მონაწილეობა მიიღო 200-მდე მოსწავლემ. დღეს წარმოდგენილია ახალგაზრდების ნამუშევრები ამ თემაზე, ძველი თბილისის ხედები, თბილისის პოსტერები. ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები აქ
აქტიურად ძალიან დიდი სიყვარულით არიან ჩართული ამ პროექტში, რადგან ეს არ არის მხოლოდ ნახატების გამოფენა. აქ არის წარმოდგენილი მათი დიდი სიყვარული საკუთარი ქალაქის, კულტურის მიმართ და დღევანდელმა გამოფენამ და კონფერენციამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ როდესაც თაობა ასე ზრუნავს, სწავლობს თავისი ქვეყნის კულტურას, თავისი ქვეყნის ქალაქის ისტორიას, იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა საიმედო ხელშია. შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გამოფენა 4 ივნისს გაიხსნა და დღეს დასრულდა.